ჩვენმა სტუმარმა ჩვენზე ადრე იცოდა, რომ სტუმრად მოვიწევდით. მივესალმოთ ექსტრასენსი მარიამ ციმინდია. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. როგორ გიკადრებოთ კი? რა კი? ნუ რას უნდა მკითხო? აბა რა უნდა გკითხოთ, აბა მითხარით. ნუ ექსტრასენსი ვარ? თუ არა? ესე იგი ყველა კითხვაზე ასე უნდა მოხდეს თუ? დაახლოებით, მოდი დავიწყოთ. კარგი, დავიწყოთ. პრინციპში ყველაფერი უკვე წინასწარ იცი, მაგრამ ხო, მაინც ტელემაყურებლებმაც რომ გაიგოს რამე, ხო? კარგი. ესე იგი მე ვარ წამყვანი თამა და მომღერალი, ნუ რაღაცა მოცეკვავეც ვიყავი ერთი პერიოდი და მე თუ ვინმე მაჯობებდა პროფესიების რაოდენობით, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი და აქეთ ჩამოგიტვლის აგერა. მომღერალი, მსახიობი, ექსტრასენსი, ეზოთერიკოსი, მხატვარი, გრაფიკოსი, ტელეწამყვანი, ფსიქოთერაპევტიც. ოფიციალური დიპლომი მაქვს. ესე იგი და ახლა ბაკალავრიატი მაქვს დამთავრებული. ბაკალავრიატი. კი ბატონო. და ესე იგი მე კლინიცისტი. კლინიცისტიც? ხო. ერთი კლინიკური შემთხვევა არის აქ და დავეხმარებით. კი ბატონო, ცოტა მოგვიანებით ამის შესახებ. რა მაინტერესებს ხა მე ახლა რომელს ვესაუბრო ამ ჩამოთვლილი პროფესიებიდან? ნუ მოდი ვესაუბროთ ექსტრასენსორიკით დაჯილდოებულ ადამიანს. აჰა, გასაგებია სიამოვნებით. ესე იგი მე დარწმუნებული ვარ თქვენ ერთი 200-ზე მეტი ადამიანი მაინც გეყოლებათ ტრანსში ჩაგდებული. უფრო მეტიც. უფრო მეტი, ხო? ვფიქრობ. ჩვენთან ერთი კაცი არის, რომელსაც იგივე რაოდენობის ადამიანები ყავს ჩაგდებული ოღონდ უხერხულ სიტუაციაში. და უნდა დავეხმაროთ. ხო, არ ვიცი, ეს მე მგონი ეს მე მგონი უიმედო შემთხვევა, მაინც აი კითხავთ მაგალითად, თქვენ როგორც ექსტრასენს და მომავალის გამჭვრეტით დაჯილდოებულ ადამიანს, როდის დამიბრუნებს ამიკო ვალს? რაო? ნუ ეს ისეთი საკითხია, ასე შორს ვერ ვიხედები. ძალიან დამამშვიდეთ, ესე იგი უღრმესი მადლობა. მოგიხარი მალე. როგორ გეკადრებათ? კარგია. ისე ქართველი ექსტრასენსები და მათი კლიენტები, უпростоრეთ ის ადამიანები, ვინც თქვენთან დადიან, აი რით განსხვავდებით მსოფლიოში სხვა ექსტრასენსებისგან? ნისიაზე მომსახურეობას ნისიაზეც კი. აჰა, ეთყვა დარწმუნებული ხართ, რომ აუცილებლად მოგიტანთ თორე. რა თქმა უნდა, როდესაც ხედავთ, რომ ადამიანი მოგვიტანთ თანხას, შეგვიძლია აი ბარემ ჩავიხედები მომავალში და მე თანხა მომიტანე. აჰა, ანუ ნისის დავთარი არ გჭირდებათ ექსტრასენსებს. ნისის დავთარი არ გჭირდებათ მომავალში. არა, უკვე მომავალში ხო, დაინახავ, ხედავ ადამიანს, ხედავ რომ მოგიტანს თუ არა. და ეგრევე თანხმებია, როგორც ბანკის საბანკო სისტემა, ხო? ამიკოზე გამოჭრილი ეს კითხვა. პოტენციალი გაქვს თუ არა, ამიკო ბოდიში ვერ მიგიღებდი. მუშაობა დავიწყე. რა მაგარი, ამიკო რო იქნებოდა ექსტრასენსებისგან დაწუნებული და შავსიაში შეყვანილი დაიგნებს. ჩამოკიდებული სურათები ოფისში ამიკოს სხვადასხვა პოზებში. ხაზგადასმული. სიგარეტი, ცხოველები და ამიკო. სიგარეტი, ცხოველები, ამიკო. ისე სადმე სტუმრად რომ მიდიხართ, Wi-Fi-ის პაროლის წინასწარ იცით ხოლმე და ძდილობის გულისთვის კითხულობთ თუ საერთოდ არ გიქ. ექსტრასენსები ეგრევე ვიჭერთ ხოლმე, ესე ვაკეთებთ და დაჭერილია. ფლაცუდი მდგომარეობა ყოფილა. ჩვენ ეგრევე ვეკონტაქტებით, ხო ეს სატელიტები რო არის, რომ დაფრინავენ. აი, ერთს წავიდა, აი, დაიცეწენ. დედა ჩემო დამირეკა ეხლა ბოდიში. მე კავშირზე ხარ. კი, გასაგებია და ისე აი მაგალითად მაღაზიის რიგში მაგალითად რაღაც პროდუქტზე თუ ხვდებით აი რომელი სალარო პირველი განთავისუფლდება? გააჩნია განწყობას
მაგრამ მისი გამყიდველის თუ ჩემი თქვენი, კი ბატონო. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჰიპნოთერაპიაც ხო ვიცი, ჰიპნოზი. და აი უცებ შევხედავ თუ რამე სწრაფი პროცესი მჭირდება, რაღაც დავაჰიპნოზებ ყველას და ჰოპ! აი მე რა საშიშია, სულაფერი მოსასმენად. გასაგები რა კარგია ჩვენ თან ხშირად დადიხართ. ხო რა თქმა უნდა, დაჰიპნოზებულები ხართ, მაგიტო დავდივარ. შეგაყვარეთ თავი. მაგაზე კი არ მიფიქრია. ესე იგი, მაშინ მოდი ახლა ესე ძალიან ესეთ უცნაური და ესეთ კითხვა უნდა. უცნაური? აქამდე არ იყო უცნაური. აი, რაიმე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდით წარსულიდან ან მომავლიდან? სხვათა შორის ხშირად რატომღაც მომავლის კურიოზებს მეკითხებიან, ანუ რა დაგემართებათო მომავალშიო და არის ესე იგი არის, მაგრამ წარსულიდან უფრო ხშირი კურიოზები. კი ბატონო, თუ რამის გახსენება გნებავთ, შეგიძლიათ. და მე შემიძლია მოგიყვეთ, ხო? კი ბატონო, უსპათ. კი, ახლა ჩვენ ნება დაკარგული ვარ გვაქვს უკვე ჰიპნოზის ქვეშ ვიმყოფებით. მომისმინეთ ყველა. ჩემთან მოვიდა ერთხელ ერთი ქალბატონი, სწრაფად მოგიყვებით, რა თქმა უნდა სახელებს არ ვიტყვი. გვარებით. ხო, ერთი ქალბატონი, ძალიან ესეთი ლამაზი ქალბატონი, ახალგაზრდა და მე მეუბნება რომ მე მგონი ჩემი კაცი მღალატობსო. და მე ესეთი რაღაც გადავხედეთ, მე უთხარით და ეჭვი მეპარება მის აი პატიოსნობაშიც, გეთანხმებით მე მგონი გღალატობთო და რაღაც ვისაუბრეთ, მოკლედ რაღაც რჩევები მივეცი, ეს ქალბატონი წავიდა. გავიდა 2 დღე და სურათიც მაჩვენა ამ კაცის, ახლა დამავიწყდა, ხო? დავხედე რაღაც და მე ვიფიქრე, მართლა დარწმუნებული ხართ, რომ გიყვართ ეს ადამიანი. ბოდიშით ძალიან დიდი ბოდიშით, მაგრამ აი არ ვიცი, აუხწერელია რა იპოვა ამ გოგო მამაკაცი, მაგრამ არა უშავს. კაცი იყო სადღაც 50 წლამდე და ეს გოგონა იყო სადღაც 18-20 წლის. ეს უკვე რას გაუგებს სიყვარულს? ხო, წავიდა ეს გოგონა 2 დღეში მოდის ქალბატონი უკვე 40 წლის ასაკის. ცოტა ისეთი რაღაცა ძანსევდიანი სახე ქონდა და მე მგონი ჩემ მეუღლე მღალატობსო. და მე ვეუბნები, აბა ქალბატონო, მაჩვენეთ მისი სურათი. ამოიღო იგივე კაცის სურათი და მე მე ვეუბნები, ვიცი კიდევაც ვისთან გალატობთ. დეტალურად აგიხსენეთ ამ გოგოსო და შემიძლია თქო ტელეფონის ნომერიც ვიპოვო, სადღაც იქით Wi-Fi დავიჭირე. და ჩაიწერეთ თქო. მაგრამ ყველაზე სასაცილო იყო. მესამე დღესაც მოვიდა ვინმე. მესამე დღეს ეს კაცი მოვიდა. და მე მეუბნება რომ ჩემს ცოლსო ღალატობო, მე მეუბნება და განვიცდიო და მე გაბრაზებული ვზივარ და ხვდები და ეს მეუბნება ჩემს საყვარელს გაჩვენებთო და ვიქნებით თუ არა ერთათო. მაჩვენეთ, ამოიღო სურათი, არც ცოლი, არც ის არა. და მოკლედ აი ესეთი უცნაური ისტორია. მე ეს ამ კაცს ვუთხარი რომ თქვენ თუ თქვენს ბედს არ გაასწოროთ და მეუღლესთან თუ არ დაბრუნდებით თქო და წადით ეკლესიაში თქო და მართლა გამოსწორდა. რას მეუბნები? რომელი გამოსწორდა? მაგ 3-ულ და 4-ულ თუ რამდენი იყო? 3 ყავდა 3. ხო. ის გოგო ცალკე წავიდა, ეს გოგონა ბედნიერია, რა კარგია რომ არ იცის რომ მისი მეუღლე მის მეუღლეზე და მასზე ახლა საუბრობ და ბედნიერები არიან. აი გადასარევი ამბავი მოყევით ახლა და საინტერესო მართლა და ესე იგი ბავშვობაში როგორც ხვდები ხილვები ქონდათ რაღაცა გზნეული სიზმრები ქონდათ ალბათ ზოგი გაწუხებდა ზოგი არა და იმაზე თუ გქონდათ რაიმე ხილვა რომ ახლა 2 ახალგაზრდა ყმაწვილი ბიჭი შემოვა აქ და თქვენზე რაღაცებს ისაუბრებს ტროლი და ბოტი დიახ ტროლი და ბოტი ჩვენი გუგა და ონისე შემოვიდა სასწრაფოდ. აბაჰე. გავიჩნდოთ ქალბატონო მარიამ ერთმანეთი. მე ვარ პარანორმალური მოვდენა, ხოლო ეს არანორმალური მოვდენა. მარიამ ციმინტია ის არ არის? მაგია რომ კარგად ესმის. კი, მაგია. მარიამ ციმინტიას აშკარად ძლიერი ჰიპნოზის უნარი აქვს, თორე ახლა რა გააკეთა ისეთი რომ გადაცემაში მეიწვიეს? რასაც თქვენ ბრძანებდით? მარიამი მსახიობია,
ექსტრასენსია, ხატვარია, გრაფიკოსია, ტელეწამყვარია და ციმინტია. მარიამ ციმინტია პირველი წინასწარმეტყველია, რომელიც ამბობს, ჩემი ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსეო. რთულია ცხოვრება. მარიამ ციმინტიას მის საქართველო უნდა და გამოსულიყო და მისტიკა გამოვიდა. მადლობა. მარიამ ციმინტია მელნი მონოს ქართველ ორეურად და მონიკა ბერუჩის სამეურად არის აღიარებული. მარიამ ციმინტია ოჯახში გასდირი ექსტრასენსია და ადამიანის გონებაში ხერხალიერი არ შედის კაცო. ერთხელ მარიამ ციმინტიამ სასწრაფოში დარეკა. ჟეკ სამშაბათზე წნევა ამიწევს და მომაკითხეთო. ექსტრასენს მარიამ ციმინტიასთან ვიზიტი ჯადოს და ორასლას ერთად გიხსნის. მარიამ ციმინტია ჯადოს ხუაკეთებს, მაგრამ ელარჯ აკეთებს, თითებს შეიგნებ. იციან. მარიამ ციმინტია ისეთი მაგარია, ერთხელ დემონი გამოიჯახა და მაღაზიაში ჩააგზავნა პურზე. ექსტრასენსმა მარიამ ციმინტიამ ზუსტად იცის, ვინ ვის უყვარს, ვინ ვის შორდება და ვინ ვისთან ღალატობს. მაგას ჭიათურაში ჭორიგანას ეჯახიან. მარიამი ყველაფერს ხედავს. რეიტუზი რომაცვია შიგნითი მაგასაა. რო ვაგვირდები ჩვენი გადაცემას პარანორმალულია. რაფერ? ამაზე პარანორმალური რა გინდა? ამიკო ჩოხარაძე მღერის და ზურამაძევიძე ხუბიობს. ხალბატონო მარიამ, თუ რამე გეწყინათ, სტალინს უთხარით. სტალინი მაიკ ჯექსონს ეტყვით და მაიკლი პრინციპში რამდენს მალაპარაკებს, თქვენ თვითონაც გაათიცით ვინ რას ეტყვით. დიდი მადლობა ჩემო გოგა, ჩემო ონისე. ჩვენი სტუმარი იყო ექსტრასენსი და ჩვენი მეგობარი მარიამ ციმინტია, მაგრამ ჩვენ ხომ სტუმარს ვთხოვთ ხოლმე ძირითადად სტუმრობის ბოლოს რომ ან გვიმღეროს, ან გვიცეკოს, ან ამით თავი დაგვამახსოვროს და დღეს განსაკუთრებული დღე არის, რადგან თქვენგან ვართ ჰიპნოზებული და ჩვენს ტროლს და ბოთს ვამღერებთ ახლა სიმღერას. აუცილებლად.